არ ვიცი მეგობრებო, რა ვთქვა, როგორ მოუყარო თავი სათქმელს თქვენ სკრინზე ხედავთ აი ამ საწყალ საცოდავ არსებებს, ეს არის მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც ახიკეს დასავლეთ საქართველოსთან. ეს კონკრეტული კადრი, როგორც მისი დამდები სოციალურ ქსელში ამბობს, არის ზუგდიდიდან და ნუ არ ვიცი რა, მართლა თავიდან ეს დავიწყე, არ ვიცი რა ვთქვა მეთქი და მართლა არ ვიცი რა ვთქვა, ამიტომ მართლა აი მთელი სულით, მთელი გულით გთხოვთ ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, მე როგორც ვიცი, შესანიშნავი ადამიანები არიან, რა ვიცი, მე გულკეთილი ადამიანები არიან, იგივე მამუკა მდინარაძე. ჩაერიეთ ამ ამბავში ხალხო, არ არის ასე, რომ ვიღაცას უცებ მოუნდა რაღაც ძაღლების შესახებ რაღაცა რეფორმების გატარება თუ რაღაცა მიუსაფარი ძაღლების შესახებ და აი მიიღო რაღაც კანონი და გადი გამოდის როგორც უნდა იქ ვიღაცებს აქვთ ეს იმიჯი კიდე რომ თითქოს ძალიან უყვართ ცხოველებს და არ შეჩერდება საპილოტო პროგრამა, არ შევაჩერებს და ესეთი პოსტები Facebook-ში არ შეიძლება ხალხო ეს ეხლა ჩავხედე მე ამ კანონსგან აი ასეთი სისულელის ჩაწერა კანონში ვის მოსდის აზრად რომ ძაღლებიო ანუ აყვანილი იქნებიანო იმ ტერიტორიებიდან სადაც არიან თქვენ წამენაკ საქმე რა შეიცი მიკედლებულ საჭდიან აცრილ ანუ კასტრირებულ სტერილიზებული ძაღლებიც კი მიყავთ შემდეგ აღარ აბრუნებენ იმ ლოკაციებზე სადაც წაიყვანეს იქ ვიღაცა წერდა რომ რა იცითო რო კლავენო კაცო არ ვიცით ხა კლავენ თუ არ კლავენ სად მიყავთ აბა მაშინ უნდა უთხრან ცხოველს მოყვარულებს სად მიყავთ ეს ძაღლები ხო არ შეიძლება ხალხო ეს კანონში წერია რომ თუკიო ეს ძაღლები აყვანილი იქნებიანო ისეთი ადგილებიდან ანუ ისეთ ადგილებზე თუ არიან მიკედლებული მიჩვეული ანუ ეს ძაღლები სადაც ყვებავენ აჭმევენ ხო თუ ეს ადგილები არისო სკოლის საბავშვო ბაღის სამეცნიერო დაწესებულების ყვების ობიექტის მაღაზიის და რაღაცის სიახლოვესო ძაღლიო იქ რო წაიყვანს ეს სულსაძუნებლობის და მონიტორინგის სააგენტოები იმავე ადგილზე აღარ დაბრუნდებაო, იმიტომ რომ არ შეიძლებაო ესეთ ადგილებზეო. ხალხო, ჯერთი სიახლოვე რას ნიშნავს? სადმე რომელი ადგილი იცით თქვენ, რომელიც არ არის სიახლოვეს ან მაღაზიის, ან სასწავლების ობიექტის, ან სკოლის, ბაღის, სამეცნიერო დაწესებულებისა, ყველა ფეხსნაბიჯე არის პოლიკლინიკა, საავადმყოფო, რავი, მე სასადილო, რესტორანი, ბარი სკოლა, ბაღი, აი როგორ რა ეს სისულელე კანონში ვის მოუვიდა აზრად ჩაეწერა, რომ ესეთ ადგილებზე ძაღლი არ შეიძლება იყოს მიკედლებული და იქ არ შეიძლება ადამიანებმა ის აჭამონ იმ ძაღლს და ყვებონ და უნდა თუ ასეთი ადგილიდან ასეთ ადგილზე ესე იგი კასტრირებული და არააგრესიული ძაღლიც კი არ შეიძლება იყოს. კასტრირებული საჭდიანი და აცრილი არ უნდა იყოს ასეთ ადგილებზე. სად უნდა იყოს აბა ძაღლი ხალხო უდაბნოში უნდა წაიყვანოთ ეს ძაღლები თუ აი ამ მაპატეთ აი ესეთი სიდებილე კანონში როგორ შეიძლება ჩაწერო ხალხო მეცინება მაგრამ სასაცილოც არ არის ეს. დამისახელეთ ადგილი რომელიც არ არის ახლოს ბაღთან, სკოლასთან, რა ქვია, სამეცნიერო დაწესებულებასთან, ანუ თუ აქ საუბარი არის რეგიონებზე ну დაუშვათ ესე იგი ეს ძაღლები უნდა დაყაროთ სადღაც ტრასებზე ხო არაფერი რო არ არის გარშემო უდაბნოში ეს ნიშნავს რომ უნდა მოკვდნენ ის ძაღლები დაიხოცონ შიმშილით ხო ან გლებმა უნდა შეჭამონ რა ამ დებილობის ჩაწერა კანონში როგორ შეიძლება ძაღლი ცოცხალი არსება მიეჩება და მიეკედლება ზუსტად ისეთ ადგილებს სადაც არის რესტორანი სადაც არის სასწავლების ობიექტი მაღაზია ადამიანი შედის გამოდის გინდა საავადმყოფო იყოს და ასე შემდეგ სადაც ვიღაცა იმას აჭმევს აბა როგორ შეიძლება ძაღლი რა ადგილზე უნდა იყოს უდაბნოში უნდა წაიყვანოთ კაცო ამ დებილობებს რატო წერს და ვინ წერს კანონში ხალხო კიდე ეს SOS საპილოტო პროგრამა თბილისის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ ეხება ხა ეს რაც გამოიწვევს აიყვანენ ამ ძაღლებს და ადრე თუ ეს ეყრით ხა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოყრიან ძაღლებს იმიტომ რომ იქ აურობას არ ეხება ეს კანონი ხო ავიყვანოთ ეხლა ცხოველს მოყვარულებმა ეს ძაღლები თქვენი შიშით რომლებიც არის დაუშვათ საჩხერის ხარაგაულის და აქეთ იქით სადღაცა თელავი და იმაში და წავიყვანოთ მასობრივად დავყაროთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე რომ ხელი არ ახლოთ თუ ან თბილისში ჩამოვიყვანოთ და აქ დავყაროთ რა აი დებილობებს კანონში ხალხო სისულელე დებილიზმები წერია ამ კანონში და
მიაქციეთ ვინმე ყურადღება და ზოგადად შეხედეთ აი ამ ფოტოზე აი ამ ძაღლებს და აი ამათი ცოდვით ვერ გაიხარეთ. თქვენი შთამ არ მინდა წყევლა გამომივიდეს, მაგრამ ვისაც აი ამ დებილური კანონის მიღებაში და განხორციელებაში გირევიათ ხელი, ვერ გაიხარეთ თქვენი შთამომავლობა და მე ეკლესიებში ნუ დარბიხართ და თავს ნუ ურახუნებთ ხალხო, რომ ვითომ რაღაცა მორწმუნე ხარ თუ ისახარ თუ ესახარ. მინდა მივმართო ასევე საქართველოს საპატრიარქოს, ნუ ეხა იმათ თავისი პრობლემები აქვს, ეხა ამ წუთში რაღაცა პატრიარქი არის ასარჩევი და ასჩევი, მაგრამ გინდაც მერე როდესაც აირჩევა ახალი პატრიარქი, იქნებ მოუწოდოთ, რომ ცხოველების მიმართ აი ესეთი სასტიკი მოპყრობა წოდვაა და რომ ვერანაირ მართლა ჯოჯოხეთში მოხვდებით, თქვენ ვირიშვილებო თქვენო, თქვენ არა ადამიანებო, აი ამ ძაღლების მიმართ ასეთი მოპყრობით და კიდე ერთი მინდა რომ ვიღაცები გამოვარდებიან მერე და აიო ისო ის გიჟიაო შერეკილა უდელია იგინება. ბიჭო, მე არ მაინტერესებს იქ ვიღაცა შეიძლება არის ძაღლების მოყვარული ძაღლები ყავს და თან იგინება შერეკილია სამკურნალოა და ფსიქიატრიულშია დასაწვენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვისაც ძაღლები უყვარს ყველა ეგეთია და ამით ბოროტად სარგებლობა, ნუ ის ცალკე თემა მე იმ ადამიანებსაც მოუწოდებ რომ ცოტა დააცხრონ ეს უადგილო და უაზრო აგრესია და აგრესიით არაფერი არ კეთდება, მაგრამ ნუ ის ეთყობა მართლა სამკურნალოა და მართლა ფსიქიატრიულშია გადასაყვანი და ის ვერ გაიგებს ამას რომ აგრესია არ უნდა გამოხატოს, ხო? უადგილო და უაზრო და გადაზედმეტებული აგრესია. ამიტომ ჩვენ ამას ვერაფერს ვერ უზამთ, კაცო, იმ ადამიანს ჩვენ ვერ დავაწვენთ ფსიქიატრიაში, მას დააწვინეთ ეს ადამიანები, ეგეთი ადამიანები ფსიქიატრიაში ძაღლებს დაანებეთ თავი, კაცო. რა უბედურება ეს მართლა არ შეიძლება ხალხო რაღაცა კიდე ერთხელ ვიმეორებ ადამიანები რომლებიც არსებობენ ჯერ თავშესაფრები ააშენეთ და მერე ახიკეთ ეს ძაღლები ქუჩებიდან ან არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფაქტობრივად თავშესაფრებია ხო ის რომ ზოგს 30 და 40 ძაღლი ყავს შეკეთებული წაახალისეთ ეს ხალხი არ ვიძახი მე რომ ფულები აჭუქეთ და ხელფასი დავუჭერთ, მაგრამ საკვები მიუტანეთ სახელმწიფომ აღრიცხვა გააკეთოს აი ასეთი ნებაყოფლობითი თავშესაფრების, კაცო. და თქვათ ეს ქუჩებში არსებული ძაღლებიც გადავანაწილოთ ამ ნებაყოფლობით ვინც შეიკედლებს ამ ძაღლებს, ზოგი უნდა შეკედლება და ვერ იკედლებს, იმიტომ რომ თავის საჭმლის ფული არ აქვს და ძაღლს ვერ აჭმევს. თუ სახელმწიფო დაპირდება მას რომ ჩვენ მოგიტანთ საჭმელს, შეიკედლებენ ამ ძაღლებს და იზოლირებულ სივრცეებში იქნებიან ეს ძაღლები და არ იქნება ეს საწოდაობა. არ არის ეს არ შეიძლება ხალხო, აი საშინელი დებილობა და უაზრობა და უადგილო კანონია და მოდით რა დაეკონტაქტეთ ამ ძაღლებს, ვინც წლებია ამ პრობლემას საკუთარი ხარჯით და ნებით აგვარებს ამ ადამიანებთან კონტაქტში მიიღეთ ეს კანონი და შეიტანეთ ცვლილებები. კიდე ერთხელ მოგიწოდებთ, რა ვიცი, მადლობა ყურადღებისთვის და ადამიანობის იმედი მაქვს ჩვენი თავრობის წევრების